დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აღდგომის დღესასწაულისადმი მიზღვნილი კონცერტი გაიმართა, რომლის ორგანიზატორი კულტურის ცენტრი გახდათ. ჩოხატაურში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიზღვნილი ღონისძიება ანსამბლ ამაღლების მიერ შესრულებული საგალობლით გაიხსნა. ღონისძიებაზე სააღდგომო ატრიბუტებითა და კომპოზიციებით შესრულებულ კულინარულ დიზაინერულ ნაშრომებთან ერთად 15 მონაწილემ ფართო საზოგადოების წინაშე ხალხური რეწვის ნამუშევრები წარმოადგინა. კერამიკა, თექა, ხელნაკეთი ნივთები, ტრადიციული პასკა, კვერცხი, ქართული ღვინო, ფოლამუში ამოვლებული ტკბილი ჩურჩხელები და კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების მიერ შესრულებული სიმღერების შემდეგ კომპეტენტურმა ჟიურმა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელა. გრან-პრის მფლობელი ჩოხატაურის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი გახდა. პირველი ადგილი ბაღების გაერთიანებას ერგო, მეორე და მესამე ადგილებზე კი ბუკის ციხის საჯარო სკოლა და სამუზეუმო გაერთიანება გადანაწილდნენ. სპეციალური სიგელები გადაეცათ სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებსაც. კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ჩატარებაში მონაწილეობა ჩოხატაურის საკრებულომ და გამგეობამც მიიღო. ვარ უზომოდ ბედნიერი, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს ერგო პირველი ადგილი და გრან-პრის მფლობელი გახდა. გურულებს, ჩემს ჩოხატაურებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთხელ კიდევ და ჩემს ლამაზ კოლექტივს მადლობა გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ამაღლებული დღე იყო დღეს ჩოხატაურში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა დღევანდელი დღე და ჩვენ უკვე მეორე დღე ვულობთ ამ ასეთ ლამაზ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სიმბოლურია, ეს აჩუქარი, ეს ადგილი, მაგრამ ეს არის თავარი, რომ ეძღვნება ისეთ ლამაზ დღესასწაულს, რომელსაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ქვია და ეს ყველაფერი ბრწყინვალე შვიდეულში ხდება. ბრწყინვალე ღონისძიება ჩაეყარა საფუძველი რაიონის მასშტაბით, ჩამოვიდა ყველა სოფლები თითქმის. ნახეს ერთმანეთის შემოქმედება გაეცნენ და გადახალისდნენ და ბრწყინვალე რაღაცა ეს ყოველ წელს უნდა განმეორდეს ჩემი აზრით. აქ გამოავლინეს თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი და უნარი, ასევე ხალხური რეწვის ოსტატებმა. წარმოდგენილი იყო არაჩვეულებრივი უგემრიელესი პასკა, წითელი კვერცხი. ჩვენ გვინდა რომ ეს ზეიმი დამტკიცდეს ტრადიციად და ყოველ წელს აღინიშნოს. განსაკუთრებით გამოირჩევოდა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, რომელმაც მიიღო გრან-პრი. და საერთოდ გვინდა რომ წახვახალისოთ ბავშვები და უფრო მეტი ნამუშევრები გამოიტანონ და თავისი ფანტაზიები გამოავლინონ. გარდა ამისა, იყო გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში. მე მგონი სამართლიანად განაწილდა ეს პრიზები და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო მათ იმისთვის, რომ იშრომეს და აი ესე წარმოგვიდგინეს თავიანთი თავი და თავიანთი ხედვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიზღვნილი ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს შეიძენს.